შაქარი 200 და თან რეზისტენტობაც მაქვს, ინსულინ რეზისტენტობა და თუ შეიძლება რედიენტის დალევა მაგ დროს. ზოგადად, ანუ როცა შაქარი 200-ია, ინსულინ რეზისტენტობაზე მეტია როგორც წესი, ანუ ინსულინ რეზისტენტობა ფონია კი, მაგრამ თან დიაბეტიც არის, ანუ 126-ზე მეტი როცა არის მუდმივად შაქარი, დიაბეტის დიაგნოზი ისმევ. ამიტომ ეს დიაბეტია და ყურადღება ჭირდება და შაქარს დარეგულირება ჭირდება. ამას ეს ულაპარაკოთ, ანუ შაქარი უნდა დარეგულირდეს. პირველ რიგში შაქარი უნდა ჩამოვიდეს, მინიმუმ 140 ქვევით უნდა ჩამოვიდეს. ეს ყველაზე აუცილებელი რაც უნდა გააკეთოთ და კი, ანუ მერე შეიძლება მას შემდეგ რა შაქარს დაასტაბილურებთ, რედიენტი შეიძლება, იმიტომ რომ ნომერ პირველი ამოცანა გაქვთ ეს. ზოგადად რედიენტი, ანუ პირდაპირ რედიენტის შემავალი კომპონენტები პირდაპირ არ მოქმედებს. მნიშვნელოვნად რომ პირიქით, ან თეთრილობიოს ექსტრაქტი შეიძლება დაეხმაროს, ნაკლები ნახშირწყლები, ნაკლები გლუკოზა ამ კუთხით, მაგრამ რედიენტის როლი არ არის ის, რომ გლუკოზა შეამციროს, ინსულინ რეზისტენტობა შეამციროს. ამას ცალკე მკურნალობა ჭირდება, რა თქმა უნდა, და მაგაზე უნდა იმკურნალოთ, ეგ რა თქმა უნდა. და შემდეგ წონის კლებისთვის როგორც დამხმარე საშუალება, რედიენტი რა თქმა უნდა შესაძლებელია. ანუ პრიორიტეტები ძალიან მნიშვნელოვანია აქ, რომ ანუ როცა 200-ია შაქარი, 200 შაქარი უკვე სისხლძარღვებს აზიანებს. ანუ დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ სისხლი და სისხლში არის სიროფივით მიდის შაქარი. არ შეიძლება მაგის უყურადღებოდ დატოვება. ანუ არა ერთ დღეში და არა ორ დღეში, მაგრამ გრძელვადიანად არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვება.